მოგესალმებით პატიცემულო მეგობრებო და პატიცემულო საზოგადოება. შეიძლება ითქვას კი თამათ მიკრო კორექტირებით, მინიატიურული, მიზერული კორექტირებით დაგჭირდება აი ეს პატიცემული მოდის აი ესეთი რეზერვუარის გარეთ, ანუ ერთუდებული ზიანი ჯოჯელი გვაქვს და შუნტირებით ხო ამას ქვია პაერულ რეჟიმში უბრალოდ პაერულად რომ აი ეს პატიცემული ნასოსი რომელიც არის შემსები ძირითადი ხო? ძირითადი კი ბატონო ესაა, რომელიც გვისვევს აი არსებულ რეზერვუარს და შემდეგ ვიღებთ უკვე არსებული დაბიიზი ბოქსით. კი ბატონო, მაგრამ ის შემთხვევა რომ ნასოს რაღაცა დაუშავდეს და ვინაიდან ამ შემთხვევაში ეს ძირითადია და გვისვევს ამ რეზერვუარს, ხო? შეგვიძლია იქიდან ავიღოთ, ნუ ამასობაში ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ეს პატიცემული ჩაირთვება სახლზე. ეს პატიცემული რეზერვუარის ავისება და ის იქით აზიარის ჯოჯერი რომელიც გვაქვს გარეთან, ხო, ესოდებული ძირითადი ხო, ნომერ პირველი, ასე შეიძლება ითქვას და ამათ ისიც შეიძლება ამ შესაბამისობაში ამას ამ პატიცემულს რაღაცა უნდა დაუშავდეს, არ მოწეს იმის საშუალებას, რომ ამ არსებული რეზერვუარიდან აი მილით ავიღოთ წყალი, ამასობაში აი იქიდანაც ავიღებ წყალს და იქიდანაც ავიღებ ზიარი ჯოჯელიდან, ხო, ნასოსთან რად გამოართვეს ამ პატიცემულ რეზერვუარსაც და იმასაც. აი ეს კორექტირება გაკეთდება ის როგორც ყოველთვის მოდის ხოლმე, ხო, აზრები, ხო, ნებისმიერ პროექტში, ბევრჯერ მითქვია, რომ როცა საწყისი ბაზისი ერთი არის, ერთი მიმართულება არის, შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ნიუანსი აღმოიჩენს თავს. გამოყვეთ ახლა წყლიდან წყალმომარაგება კიდევ ჯოიზახი, აი ისახა ვინაიდან ძირითადი იქნება ეს და კი ბატონო, ჩემი დირექტივით როგორც ყოველთვის, ვინაიდან ეს არის წყაროდან, ბაკურიანის ხო, წყალი კი ბატონო, ჩასაღი წყალია, წყაროს წყალია, მაგრამ მაინც ხო, ფილტრაცია, ხო, სამეული, ეგრეთ წოდებული მიკრონული ხო, პირველი, შემდეგ ქვანაში და ფის დავარბილოთ წყალი, ავიღოთ სუფთა წყალი და მომსახუროთ საკუთარ ფარს, დავიცვათ სატექნიკური დეტალიზაცია ფურნიტურა. ვინაიდან უხეში ფილტრი კი გვაქვს, რეზერვუარიდან ვიღებთ სიხშირული ნასოსით, წყლის მიწოდება, ეს ამ შემთხვევაში გვაქვს საფართოებელი, ამ შემთხვევაში არაგიდროაკუმულატორი არსებული ბოილერის 500-ლიტიანი მოცულობითი ბოილერი გვაქვს, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი სველი წერტილების რაოდენობა, ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახებ არსებული კომპლექსი არის სპორტ კომპლექსი, წარმოიდგინეთ სპორტ კომპლექსში ხო, რამდენი ერთდროულად, რამდენი სველი წერტილიზე, რამდენი ცხელიწკის წერტილი გაიხსნება. აი ეს ყველაფერი იყო უკვე ჩვენს ჩემი დირექტივებით კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ ჯერ ვიზახებ სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული მინა ბოჭკო არ ვიყენებთ მინა ბოჭკოს არ ავქნა. ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ალუმინით არმირებულ მილებს. აი ეს უკვე ჩვენი რეზიდენცია არის, აი ეს ყველაფერი საქმე ხო? გარდა აი პატიცემული ხო, უკვე იქთან შიგთავსი უკვე შიგნითა ფართისა რადიატორების განლაგება და სველი წერტილების ხო? აი ეს ყველაფერი რაც იხილეთ ხო, ეს ვიდეოსაც დავორთავ, ნახეთ. ესეც ასეა თუ ისეა 4 სართული გვაქვს სულ. სველი წერტილები, ნუ კიდევ ჯერ ვიზახი საკითხი მხარი ჩვენი. არ იყო, ამიტომაც არის ესეთ ნიუანსები, ხო, 90 მოვიცადოთ. მემონტაჟებს გიხებათ ეს 90 გრადუსიანი მუხლები ნაკლებად. ნახეთ 1, 2, უკვე ხო, მე ჩადინება და მე ისე მოტეხო 90-იანში. და ძე ბევრი ნიუანსი არის. როგორია ისო, რავონ ამის გაკეთებას ხო, უნდა, კი ნამდვილად უნდა და მით უმეტეს განსაკუთრებულად ცხელი მილი კედელში უნდა იყოს აუცილებლად და შეფუთული, ისევე როგორც იატაკში, ისევე როგორც იატაკ ქვეშ. ის განიცდის გაფართოებას და მეწმუნით მე იქნება ხო ეს ფიფათები. ამიტომ სველი წერტილი, ნუ რადიატორები აქ არის კოლექტორული სისტემა და სართულები არის გამიჯნული. აქაც დიდი არაფერი სველი წერტილი, ანუ კიდევ ვიზახო, სასწავლო კომპლექსი არის შეიძლება ითქვას, კი ბატონო სპორტ სკოლა. მესამე სველი წერტილი თავისი რადიატორით. აი პატიცემული კოლექტორები და აქაც ამ სართულზე არის ჭარბად რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს უკვე რადიატორია. დაბალი ჭერი გვაქვს. ციტოსაით მისრაფის, ოჩა ხო? მთელი ციტო წამოვა ზემოთ. ამიტომ გადამეტებული 1, 2, 3 რადიატორი ხო არაფერს მომცემე. მით უმეტეს როცა თერმოსტატიკული თავაგები არ ვიყენია. თერმოსტატიკული თავაგების ზღვარზე შეიძლება წარმოიდგინოთ 3 რადიატორი სულათშული იქნება აქ. ხო? რაღაცა მიზევლად შეიძლება ეს 2. მეორე სართული, აი ეს მეორე სველი წერტილების ესაა ხო, ეგეწოდებული ფანური მილი გასვლა 50-იანი საკმარისი არის და კი ამასობაში დირექტივა კიდე იქნება, რომ აუცილებლად ცხელი წყალი უნდა შეიფუთოს იატაკს ქვეშ, ისე როგორც კედელში, ასევე იატაკ ქვეშ. მეორე სართული კიბის უჯრედზე არ საჭიროებს, ვინაიდან წამოსული სითბოი აქედან ამოვა. ბატონო, მით უმეტეს როცა კორიდორში აგერ უკვე ეგრევე თანხლებით გვაქვს რადიატორი. მესამე სართული იგივე ხო, კოლექტორები, ამ სართულის ესეც საკმარისია. ესეც თერმოსტატიკური მართვით. ჩვენი იქნება ისე როგორც ყველა რადიატორი, თქვენ წარმოიდგინეთ.
სოციალობაში იგივე არა ხო ახლა. ეს რო გავაყოლეთ 90 გრადუსი იგივე არა ინდივიდუალურად 90 გრადუსების შეტეხვები ხო ამასობაში არ უნდა იყოს ასე. ვინაიდან ამასობაში კიდე მომენტი იქნებოდა, აი ასე რომ პირდაპირ დაერთებით რატო უნდა გავაკეთოთ ეს საწყელი. ერთი ნიუანსია. გამახვილებ ამაზე ყურადღებას. გარდა ეთისა რომ კიდე ვიზახე მილები, პოლიპროპილენის მილები, განსაკუთრებულად უნდა იყოს შეფუთული, იატაკქვეშ არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა ეყაროს. ის უნდა იყოს დაცული ის განისის გაფართოებას. მეორე სართული ეგრეთ წოდებული ვერტიკალი ხო სტაიაკები. აი ეს პატივცემულებით ჩამოდის. რატომაც არა. იგივეა, აი ეს რადიატორი, კაია, შეიძლება როცა სვეტში მუშაობს და აქედან სიფონ ფლიანად უკვე ფანჯრებზე აიღებს და არ გვექნება ცვარი. სუფთა პირველი სართული და მინუს სართულის გვაქვს, ანუ პირველი სართული და იგივე კოლექტორული სისტემაა. აქაც, აი ესე კოლექტორული სისტემაა აქაც და მინუს სართულზეც კოლექტორული სისტემაა. ამიტომ თავარი გეზი ჩვენი მიდის საკვაბისკენ. აქ კი ბატონო იატაკის გათბოვანა ქონოდა ჩემი შემოთავაზებით, მაგრამ დარჩა რადიატორები. ვიდეო აი ეს ყველაფერი უკვე იქით და გამიჯნული მხარე არის კი ბატონო ჩემი დირექტივით ჩვენს გარეშე გაკეთებული. ჩვენი სტიქია არის საკვაბი. საკვაბიდან ეს მაგისტრალებია 4 სართული გვაქვს, ესე იგი 4 კონტური, ხო? აი ყოველთვის ვცდილობ თავს შევიკრიბთ. მეგობრებო, ვინაიდან აი ხო, ყველა სიტუაციაში არაა ხო? ასე ვთქვათ, პროფესიონალი რო იძახიან მოპირკეთებული, მაგრამ ამასობაში სტანდარტებს ექვემდებარება. 9-2, 1+1, 35+30, 70 კილოვატიანი დატვირთვით. გვაქვს არსებული საკვაბე. ამ შესაბამისობაში მაინც სილამაზეს ყოველთვის ვიცავთ, ხო? აი ესე, ხო, რა ვიცი. ეს რომ სიმალებოდეს ყოველთვის მექნება აი ასე, ვინაიდან კალიგრაფია პოჩეკი უნდა იყოს აი ესე შესაბამისობაში, ხო? აი მას წარმოიდგინეთ, ხო? ერთ დღეში ვერ გააკეთებს ადამიანი. ვინაიდან ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. თეთქებადი, ხო? ამ შესაბამისობაში წაღან გახუნ რა ქვია, ხუნურობას მიდოდა, ხო? ამაზობაში არაერთი მინახია, აი ესეთი სახით, ხო? მეგონი ასე უნდა დავტოვო მეც, ხო? აი ეს. ვინაიდან როცა გააპარებს ეს არსებული რასაც ქვია დამცავი თეთქებადი კლაპანი, რატომაც არა, ხო? დავაზაგრუჩქოთ. არაერთი მინახია წარმოიდგინეთ. ორკონტურიანი ბოილერი გვაქვს, მის შესაბამისად უკვე კონტურები გამიჯნული არის რეცირკულაციის, ტუმბო რეცირკულაციის და არა ცირკულაციის. ეს არის ვროზი, რო ითქვა პრინციპში გამიჯნული. კიდე ერთი ვიზახო ჩემი დირექტივით, რატომაც არა მეხალისება ეგრეთ წოდებული გამანაწილებელი, ხო, მოცულობითი კოლექტორი, საიდანაც ავიღებთ უკვე და გაზიფიცირება დაერთება 1+1 ქვაბი, ხო ეს ინდივიდუალურად იქნება მიწოდება ერთსა და მეორესას და პირველადი წრე კონტურები, სიხშირული ტომბოებით, ვინაიდან გვექნება ხარისწვანებადობა და მაგითომაც აისახება ეგრეთ წოდებული სიხშირული ტომბოები. 4 კონტური გვაქვს, ესე იგი 4 საცირკულაციო ტომბო. პირველადი წრე, ხო ეგრეთ წოდებული შუნთირებით მარომეტრი კი ბატონო რო აღარ დავიკოსოთ ხოლმე აი აქ გვაქვს და ამასობაში შევსება აი აქ ეგრეთ წოდებული სისტემური შევსება. განხორციელებოდა ამასობაში ვაკონტროლებთ 2 ბარი. ეგრეთ წოდებული ფილტრი, ხო? ვერსად ვერ ხედავთ, ხო, ვერტიკალურად გაშტიკინებას ვაყენებთ. ეს მის დანიშნულება აი ეს არის და მაგიტომაც კიდე ერთი ვიზახი, უხეში ფილტრი, უხეში ფილტრაცია ხდება აი არსებული კოლბაში, არის უნივერსალური, მაგრამ ამ შესაბამისობაში ეგრეთ წოდებული კასოი რო იტყვია, ხო? კასოი და კასოიდან გაშტიკინებას ამონტაჟებთ, მემონტაჟებო, ცოტა გაითვალისწინეთ უკვე. პირველადი მეორადიზე ამ შესაბამისობაში გვაქვს კასკაში მომუშავე 2 ქვაბი, საფართოებელი ეს არის სისტემური პატივცემული და ლოგიკა არის ასეთი, უპირველეს ყოვლისა, რა ვიცი თუ აღმოჩნდა, ხო? ამ არსებულ სისტემაში გვაქვს სისტემა აწყობილი, ისე თქვენ წარმოვიდგინეთ 4 კონტური, ამასობაში 500-იანი ბოილერი და კიდე ერთი ვიზახი, ხო? ყველა სართულზე ყველა შიგ თავს ეგრეთ წოდებული ოთახს, ხო, ნომერს, კი ბატონო ჩათვალოთ ნომერს, აქვს უშუალოდ ინდივიდუალური თავისი სველი წერტილი. წარმოვიდგინეთ, რამდენჯერ გაიხსნება იქ, იმდენჯერ ქვაბი, ხო, შესაბამისად როცა ბოილერი მოითხოვს და ამას მოითხოვს ეგრეთ წოდებული, აი ეს ყველაფერი დამონტაჟდება კიდე ეგრეთ წოდებული ენტისით დაჩიკებით, ის გამოირთვება ბოილერზე. ხა წარმოვიდგინეთ, რამდენი წელიწადის მოხმარება იქნება კიდე ერთი ვიზახი სპორტ კომპლექსი. ამ შესაბამისობაში, ხო, კიდეც მედო, ხო, რაღაცა გამოკითხვის სტატუსით, რომ სისტემა აეწყოს ისე, რომ ეგრეთ წოდებული პრიორიტეტი არ გქონდეს. ჩვენს შემთხვევაში ცხელიწყალი ყოველთვის გვაქვს. ამასობაში არც ერთი ქვაბი არ მუშაობს ინდივიდუალურად, რო ვიცით, ხო, ერთი ქვაბი ბოილერზე, ერთი ქვაბი პირველ სართულზე, მეორე სართულზე, მესამე სართულზე, მეოთხე სართულზე და ასე შემდეგ. კაი ბიზნესია. არა პატივცემულება, ორივე ქვაბი კასკაში მუშაობს, არსებულ ბოილერზე და სისტემაზეც. არ მუშაობს ინდივიდუალურად არც ერთი ქვაბი უშუალოდ ბოილერზე. სისტემაზეც მუშაობს, ვინაიდან გათმობის სისტემა არის აუცილებელი და ცხელიწყალი რა თქმა უნდა პრიორიტეტული არის. ეს ეგრეთ წოდებული, ხო? ამას ქვია, უშუალოდ ჟოსტკი ეგრეთ წოდებული პრიორიტეტი მოხსნილია ამ შესაბამისობაში და ცხელიწყალი
რამდენჯერ არ უნდა ჩვენ პრინციპში გავიხარჯოთ ხო ამას ომოში კი ვერც დავცლით, მაგრამ რამდენჯერაც რამდენიც არ უნდა იყოს პრინციპში გახარჯვა ცხელი წყლის, არ გვიქნება ცივი რადიატორები, ხო? აი გესმით ხო, ეს აი ძალიან ბევრს აქვს და ეს პრობლემა მოუხსნელი არის, როცა გათბობის სისტემა ირთვება, რადიატორები ცივდება, ხა წარმოიდგინეთ რამდენჯერ ჩაირთვება იქითა კომპლექსი ცხელი წყალი, ხო, ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახი. ხო, სივრცეში უბრალოდ სპორტ კომპლექსი, სპორტული კომპლექსი, სადაც პატრიოტულ სპორტსმენებს ხო, სჭირდებათ დღეში 2-ჯერ 3-ჯერ შხაპის მიღება. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კიდევ ჯერ ვიზახი, რომ ცივი რადიატორები არ გვექნება, ხო? შვენიერი კიდევ ჯერ ვიზახი 30 კილოვატიანი ორი ქვაბი, სისტემური ეგრეთ წოდებული ერთკონტურიანები, ეს ნიშნავს იმას, რომ ცხელი წყალი პლუს გათბობა, რა თქმა უნდა, ქვავს უკვე მოწყობილობა, ქვაში არაფერი არ იცვლება, ვინაიდან იქ პრიორიტეტი არის ეგრეთ წოდებული დამოკიდებული ჟორსტკი პრიორიტეტი ზუსტად იმ არსებულ ეგრეთ წოდებულ ენდესი დატჩიკზე, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას და თვითონ საზღვრავს ქვავი, როდის მოგიმზადოს ცხელი წყალი და როდის გადაირთვას გათბობის სისტემაზე. აი ამას ქვია ეგრეთ წოდებული ჟორსტკი პრიორიტეტი, ვინაიდან ცხელი წყალი ეს არის პრიორიტეტული. მაგრამ ჩვენ შესაბამისობაში კიდევ ჯერ ვიზახი ჩვენ სისტემაში არ იქნება ეს ეგრეთ წოდებული არის, ხო, არის ჟორსტკი პრიორიტეტი ისე რომ ცხელი წყალის გვექნება ამასობაში და ამასობაში რადიატორებიც არ გაგვიცივდება. შვენიერი ხო? რატომაც არა? დემოდელი მიმართულება ეხლა არის უკვე სატესტო რეჟიმი არის, შევსებას დავიწყებთ უკვე არსებულ მიმართულებაში და შეიძლება ითქვას, რომ მერე უკვე ელექტროფიკაცია არის უკვე დამკვეთი, ხო, შეთანხმების შესაბამისად დირექტივები, ხო, ელექტროფიკაცია წაგიგა, დამონტაჟდება, განახორციელებს და დაერთება სტაბილიზატორი აუცილებლად, ვინაიდან ქვაბები უნდა დავიცვათ და სულ ყველა насоси, სულ ყველა აგრეგატი, ხო, ელექტროფიკაცია. წყალმომარაგება, ხო, კიდევ ჯერ ვიზახი, ეს არის ავტომატიზაცია, ნუ ავტომატიზაცია, მინი ავტომატიზაცია, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნახეთ ხა, ოპ, ხო, ამ შესაბამისობაში, ჩვეულებრივი, ხო, ყოველგვარი რაღაცა გრიფო, ხო, ჩაირთვა არსებული კლაპანი გაისაშენებლებით, დაიწყო წყლის შევსება. ჩამოვიდა არსებული ნიშნულიდან უბრალოდ პრინციპში წყალი აივსო, გაითიშა насоси და იკეთა კლაპანი. ამ კიდევ ჯერ ვიზახი, რომ ამასობაში მინი კორექტირებით, ხო, უბრალოდ პატარა კორექტირება ჩაუტარდება, ვინაიდან არსებული, ხო, ეს არის ცენტრალური მაგისტრალი, საიდანაც შემოდის უკვე გარეთ შეკთავსი არსებული იგივე რეზერვუარიდან და აქედან გვექნება საშუალება იმისა, რომ თუ არსებულ პატრიოტულ насосს, ხო, ყველაფერი ხდება, დაუშავდეს რამე, იქიდან ის პატრიოტული სიქშეული ეგრეთ წოდებული დაბი იზი ბოქსი აიღებს წყალს. არ მითხართ ხა ის თუ გამოვიდა წყობიდან მაშინ რა გაშუალებაა. კი ბატონო, მაშინ მეორე насосის გინდა, მესამეს, მეოთხეს და ასე შემდეგ. რაც მეც დავიცავთ თავს, ხო? ის ალგორითმი უნდა ავიყოლიოთ, ხო? და შესაბამის ლოგიკას უნდა ეკონებარებოდეს ყველაფერი, თორე ეხლა ამ შესაბამისობაში შეიძლება ორი ქვაბიც ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ გამოვიდეს წყობიდან და მაშინ ორი დამატებითი ქვაბიც გჭირდება. ამიტომ ყოველთვის ლოგიკური მსჯელობა ეს არის აუცილებელი. ლოგიკას არ უნდა ვიყოთ ახლოს და რეალობას არ უნდა ვიყოთ აცდენილები. დანარჩენი რა ვიცი, ხო? საკვების ზონა ძალიან მომეწონა, განსაკუთრებული არის და ყველა ნორმების დააცვით. 150-იანი ეგრეთ წოდებული ეს ფანჯარა გადმოგდებითი არის, თუმცა ეს აუცილებელი ფანჯარა არა, ამასობაში ცხარი უნდა ქონდეს კარებზეც, ვინაიდან შემოვიდეს და განხორციელდეს ეგრეთ წოდებული სამჯერადი ნეიტრალიზაცია. განეიტრალება კი ბატონო არსებული მოცულობისა, ვინაიდან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახი, არ იქნება ორიგო, აქვს ეგრეთ წოდებული დეტექტორი პლუს კლაპანი, გაზიფიცირება, უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. ესე ჩვენი არ გავაკეთეთ, ხო, ვინაიდან ეგრეთ წოდებული, ხო, არსებულ ბოილერებს არ ვიცი რატომ აქვს წინა მხარეს ეგრეთ წოდებული სენსორების, ეთნისი და ეგრეთ წოდებული დატჩიკების და ამასობაში გავაკეთეთ ისე რომ არ ჩანდეს, ხო? ესე 2-4-4-ია არსებული ფსიქოლოგი ხსნება და ავატარეთ და გამოვაყოლეთ აი ასე კულტურულად, ხო? კულტურა აუცილებელი არის, ხო? სისუფთავე კიდევ ჯერ ვიზახი აუცილებელია ამას თავალზე ყურადღებას. ეს არის აუცილებელი ფაქტორი ჩემთვის და ეს ყოველთვის ასე იქნება. და რა თქმა უნდა, შედეგი. ხო? შედეგი, პატრიოტულო, როგორ? აი ასე, ხო? ზუსტად ასე იქნება, აი. ხოპ. ეს სისტემა მუშაობს, ხო? ამიტომ რა ვიცი, კიდევ ჯერ დაეჯერ, კეთილ და პატიოსანი, როგორც ყოველთვის ის მაგვერდებით. მომო დამკვეთებსაც, კი ბატონო, ადვენეთ თვალე და თუ ადვენეთ ძალიან კარგი და ვისაც გსურთ აი ესეთი არსებული საკვების დამონტაჟებას, როგორც ყოველთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. როგორც ყოველთვის ამ ეგრეთ წოდებულ კაფეო, ეგრეთ წოდებულ ავტოგას კაფეო დადებითი ნოტაზე დავასრულებთ არსებულ პროცესებს და გვექნება ალბათ უკვე ჩართვის უკვე ცალკე პროცესი. კეთილი და პატიოსანი მომავალ